ფინანსური პრაქტიკა, ფულის მოზიდვის, რა შემთხვევაში ამართლებს? ეს არის დამატებითი ენერგეტიკული პრაქტიკები, რომელიც იზიდავს ფულს, მაგრამ თუ ადამიანი არ არის თავის ადგილას, არ იცის თავის დანიშნულება, არ იცის თავისი მისია, თავისთავად ვერ იმუშავებს კარგად. თუ ადამიანი მსხვერპლის როლშია, თუ ადამიანი ეგუება, თუ ადამიანი ბავშვის პოზიციიდან ცხოვრობს და თუ არ იცის რა უყვარს, რა მოსწონს და რისი კეთება უნდა ამ ცხოვრებაში და თუნდაც მის დაბადების თარიღში რა კოდები არის ჩადებული, მაშინ თავისთავად ეს ფინანსური მოზიდვის ერთგვარი ტექნიკები არ იმუშავებს. თუ შენს დანიშნულების ადგილას არ ხარ, თუ შენ მსხვერპლის როლში ხარ, თუ შენ ეგუები ყველაფერს შენს გარშემო რაც ხდება და მოგწონს თან მსხვერპლის როლში ყოფნა და არ გინდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, თუ ბავშვის პოზიციიდან უყურებ ცხოვრებას, მაშინ პრაქტიკა, ვერანაირი პრაქტიკა ადამიანს ვერ დაეხმარება. ასე რომ თუ გსურთ რომ ამ პრაქტიკებმა იმუშაოს თქვენზე, თქვენს დანიშნულებას უნდა ასრულებდეთ და თუ ადამიანი თავისი დანიშნულებით მიდის, თავისი პროგრამით მიდის, მაშინ ყველაფერი ამართლებს და მოდის. თუ გსურთ თქვენი წარმატების პროგრამა, თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით შეგიძლიათ მოგწეროთ და ისარგებლოთ, რათა იცოდეთ თქვენი დანიშნულება, თქვენი მისია, რას უნდა ემსახუროთ თქვენი დაბადების თარიღით, რა ციფრებიც არის მოცემული, რათა იპოვოთ საკუთარი თავი, იპოვოთ ის ერთგვარი ტალანტი, რისი შესაძლებლობაც გაქვთ, რაც კარგად გამოგდით და ემსახუროთ იმ საქმეს, რომელიც თავისთავად გაზრდის თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას.